მოგესალმებით. დღეს ეთერში არ გავა ნოვოსტის ახალი გამოშვება და მე არ ვიქნები მის წამყვანი ვიღაც თამარა კვარაცხელია. ახლა ჩემი გამომწერების რაოდენობა 2100-ს და სტარი გავხდი, გადავწყვიტე რომ მეც გავხდე ვლოგერი. ჩემს ვლოგს წაიყვანს 24/7-ზე საქართველოს მომავალზე მზრუნავი ინფლუ ნანულა. გამომდინარე იქედან რომ ბევრი დრო არ მაქვს და ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ძალიან გთხოვთ კითხვები უცებ-უცებ დამისვით, იმიტომ რომ იქ ქვეყნის ბედზე უნდა ვიფიქრო, აქციებზე ვირბინო, სინდისის თუ სინდისის პატიმრებზე უნდა ვიზრუნო, ფონდის ფულები უნდა ვითვალო, ფილერი, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი, პარიზის რესტორნები, მოკლედ ხვდებით რომ დრო არ მაქვს. გიждები ჩემი ცხოვრების გრაფიკზე, რომელიც დაიწყო დღეს დილის 8 საათზე ვარჯიშით. მე გამოვედი დავერცხე თმები, მე თმების დავერცხნიან წავედი როგორც ინფლუ, გადავიღე ლოქსიტანის პროდუქტი, მე ლოქსიტანის პროდუქტიდან წამოვედი ახლა წავალ რაღაც პროცედურაზე, ჩემს პროცედურაზე. ნუ მე როგორც ძალიან განათლებულ ქალს, ძირითადად პოლიტიკური კითხვები შემომდის ხოლმე რატომღაც და ვეცდები რომ მათ ესეთი ღრმა ანალიტიკური პასუხი გავცე ხოლმე. პირველი კითხვა შემომივიდა ირანთან დაკავშირებით, მაგრამ მე მანამ მაინც პროცედურას ჩავიტარებ. ესე იგი, შესაძლოა რომ ამერიკაო 24 საათში ჩაერიოსო ირანში მიმდინარე მოვლენებშიო და იქო რაღაცა ჯარიცო გაგზავნოს და თქვენ რას ფიქრობთო? ანუ ეხლა იცით როგორ არის 24 საათი ძალიან ბევრი დროა რეალურად რა ძალიან ბევრი პროცედურა შეიძლება მოესწროს 24 საათი ხა ამ პროცედურას მე რო ვიტარებ აი მაგას უნდა 20 წუთი ისე ვერ ხვდები იცით აი სად ირანი და საქართველო აი вообще რატომ ისე მაგაზე შეკითხოს აი თქვენ ცხოვრებაში რა შეიძლება ირანში რაც არ უნდა მოხდეს ახლა იქ არტერია რო გაგზავნოს ამერიკამ აი მე თქვენ რა შენ ცხოვრებაში ეს რა შესვლის ნუ გიტყვი ბედნიერებას გაგახარებს და რა შეიძლება? ამასობაში რატომაც ისო პოლიტიკური შეკითხვები შემომდის? აი ვერ ვიგებ რატო? ანუ ასე ვიძა, იმიტომ რომ ვდიქი რომ вообще არავის არ დაინტერესებს ჩემ პირის გრუპში, მაგალითად რა ხდება? აი როგორი კვლევები მაქვს? არ ვიცი. вообще გავიგე რომ დედამიწის ორგანიზმი არავის არ გენაღლებათ, მაგრამ ანუ მე მაინც ჩემი ინიციატივით გიპასუხეთ რა, აი ულამაზესი, აი ტუჩიც ნახეთ, აი ძალიან ლამაზია. ტუჩი ნახეთ, აი ძალიან წონს. პროფეტიც ცოტა მაკლია და უნდა დავიმატო ეს იდეალური კვილები მაქვს რომ ნახეთ რა სილამაზია ულამაზესი გიждები ბაფრე ჩემი ოცნების ფორმა შემდეგი შეკითხვა ეხება გრენლანდიას იმიტომ რომ გრენლანდიის პრეზიდენტის პრემიერს ვიღაცას უთქვამს რომ ჩვენო დანიას ვირჩევთ და არა ამერიკას და ეხლა ამაზე არ ვჭირა გიპასუხოთ იმიტომ რომ მე პარიზის მე აი სულ ნიუ-იორკს ვირჩევ ვერ ხვდები რაღაც დანია რა პუნჩუნავიჩიო ანუ როცა არსებობს ნიუ-იორკი დანია ესე იგი, რაც შეეხება შემდეგ შეკითხვას, ეს შეკითხვა ეხება ამერიკაში პოლიციელის როლის შედეგად თვალი დაკარგაო და ამაზე რას ფიქრობო? ძალიან ცუდი ფაქტია. აი, ძალიან ცუდი ფაქტია ერთი თვალით ცხოვრება ჩემი აზრით. არა, ახლა თვალზე გამახსენდა, აი უნდა შემოგთავაზოთ სასწაული თვალის პაჩები. აი საოცრება. აი თვალის პაჩს აქ დაიდებთ და აი საოცრებას შვება. ნუ თუ თვალი დაგწეთ ხარ თვალზე დაიდებთ, იმიტომ რომ გაყოფილია რა, თუ ორივე გაქვთ, შეგიძლიათ ორივეზე, აი გოგოებო ეს მეკეთება ასე მაინც იმიტომ რომ მოსჩინოა და იმიტომ რომ გაჩვენოთ რა და აი მეკეთება მაინც შეხედათ ანუ აი ნახეთ просто თვალის პაჩსაც როგორ ხდება რა და ნუ ორივე თვალი თუ გაქვს მაგრამ პრინციპში ერთის რო ქონდეს მაგ ორივე არ ჩქოს და მოგიტო აი ძალიან კაია ბოლო კითხვა არის რომ მიშაუთ საქართველოს და ძალიან გავღიზიანდი აი ამ კითხვაზე იმიტომ რომ არ მიყვარს საერთოდ იგივე კითხვას ამდენჯერმე უნდა ვუპასუხო ანუ ნაპასუხები მაქვს უკვე რომ შას რო რამე მოუვიდეს რაში მადარდებს ეს რა ბედი ეწევა ანამ ქვეყანას ან ჩვენ სად ვიქნებით აუ იკვილები ნახეთ აუ ძალიან კაია მოკლედ ჩემი დღევანდელი ვლოგი და ლაივი ამით დასრულებულია უნდა გავიქცე იმიტომ რომ აქციას ვეღარ მივუსწრებ ახლა აქ ვარ, მაგრამ დამოგვიანდება პროცედურაზე რა და ეხლა უნდა გავარდე ჩემ გოგოებთან იქ პროცედურაზე და მე გავაგზავნოთ სხვა დროს საუბარი და ძალიან გქონთ რომ გარეგნობაზე ვკითხოთ ხოლმე აუცილებლად რომ ჩემთან მიწეს ლაპარაკი კარგით კოცნით თქვენი ნანულა ბადამ აუ არ კვილები მართლა ძალიან სასწაულია